რიდების სახლი ჰელსრი ჩრდილოეთის ყველაზე იდუმალი, უცნაური და ფარული საგვარეულოა. მათი მიწები მდებარეობს ყელში დნეკ ჭაობიან რეგიონში, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთისგან გამოყოფს. ისინი მართავენ Greywater Watch ლეგენდარულ ციხესიმაგრეს, რომელიც ტივტივა კუნძულებზე აგებული, მუდმივად მოძრაობს ჭაობებში და მისი პოვნა უცხოელებისთვის შეუძლებელია. მათი გერბია შავი ლომი ალიგატორი ნაცრისფერ მწვანე ფონზე. რიდები და მათი ხალხი, ჭაობის ბინადრები, კრენოგმენ, ჩვეულებრივი ჩრდილოელებისგან მკვეთრად განსხვავდებიან. ისინი ტანით პატარები არიან, არ ჰყავთ რაინდები და არ ატარებენ მძიმე ჯავშანს. მათი სიძლიერე პარტიზანულ ბრძოლაში, დაფარულ ნადირობასა და შხამიანი სრებშია. ნებისმიერი სამხრეთული ჯარი, რომელიც ჩრდილოეთის დაპყრობას შეეცდება, ყელში გავლისას რიდების ჭაობებში, შიმშილსა და მოულოდნელ თავდასხმებში იღუპება, რის გამოც Greywater Watch ვესტეროსის ერთადერთი ციხესიმაგრეა, რომელიც მტერს არასოდეს აუღია. ამ სახლის მეთაური, ჰოულანდ რიდი, ნედ სტარკის უახლოესი და ყველაზე სანდო მეგობარი იყო. ის ერთადერთი გადარჩენილია, ვინც ნედთან ერთად იბრძოლა სიხარულის კოშკთან, Tower of Joy და ზუსტად იცის ჯონ სნოუს ნამდვილი წარმომავლობის საიდუმლო. წიგნებში ჰოულანდი თავისი ციხესიმაგრიდან თითქმის არასოდეს გამოდის, თუმცა მან ვინტერფელში თავისი შვილები, ჯოჯენი და მირა გააგზავნა, რათა ბრან სტარკს კედლის მიღმა, სამთვალა ყორანთან გამგზავრებაში დახმარებოდნენ. ჯოჯენს წინასწარმეტყველური, მწვანე სიზმრების გვინცაი, ნიჭი აქვს, რაც ამ სახლის ძველ მისტიკურ ფესვებზე მიანიშნებს. ხუთი მეფის ომის დროს, როცა რკინის კუნძულებმა მოუთ კაილინი, მოდ კეილენ დაიკავეს, რომ სტარკმა რიდებს დაავალა მტრის ზურგიდან განადგურება. ჭაობის ბინადრებმა შხამიანი ისრებითა და ფარული თავდასხმებით მტერი სრულ ჭკვიდან შეშალეს. რიდების სახლი არის იმის მაგალითი, რომ ფიზიკური ზომა და დიდი ჯარი არაფერია სტრატეგიისა და გარემოს ცოდნასთან შედარებით. ისინი სტარკების ყველაზე მისტიკური და ჩუმი მცველები არიან, რომელთა ერთგულებაც ჭაობივით მტკიცე და ურყევია.